ჰაი, მოვიდა თქვენი მზისხივი, რამდენი ხანია სხვათა შორის ეს სიტყვები არ მithქვამს, ხო და დაგიბრუნდით ამ სიტყვებიანად. გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, ხო, გასაგებია, არ ვართ ისეთი დამოუკიდებლები, როგორიც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ ფეხზე და მთავარად ჯერ შიგნიდან ვიყოთ ძალიან ისეთი დამოუკიდებლები, თავისუფლები და ნელ-ნელა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში დაალაგდება. კარგი, იქი დადედეტიკო. დღეს გვაქვს რუბრიკა მოდი ერთად მივირთვათ. ხო და დღეს გვაქვს ძალიან ისეთი ნოყიერი სადილი დავიწყოთ. ეს პაკეტი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ნახეთ როგორი მსხვილებია. ეს არ არის წვრილი პაკეტი, ნახეთ. შვენიერი. მარილი ხორაკლია. მაგრამ ეს გახლავთ ჭარხლის სალათი და ეს ყველი აი როგორ მიყვარს რო იღებენ ამ ვიდეოს და ზემოდან რო არის ცოტა და ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ მოდი მომიტევეთ და უბრალოდ მივირთვათ. ეს რა თქმა უნდა მუკბანგი ვერ იქნება, მე ხო აზრზე არა ვარ მუკბანგის, მაგრამ ერთად მირთმევის ვიდეო დავარქვათ, დედა რა მსხვილი. ხო. დედა, მე ყავს ესე არაფრები. ძალიან კარგი გოგო ხარ. აი ძალიან. იმიტომ რომ მე უკვე დიდი გოგო ვარ, როცა პატარა ვიყავი, მარიაკლია. მოდი დავაყაროთ მარილი და პიპერი. დავიწყოთ მარილით. ეს გოგოები ხო იცით რომელია, მე რო ვიყიდე და კარგად რო არ ჩანდა ეს ფერები იმ დღეს რო გაჩვენეთ და აი ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელია. ასევე სიცხარე დავამატოთ. დავიწყოთ. კაფება. დღეს როგორც ხედავთ დარღვევის დღეა. ასე რომ დაუნდობლად უნდა მივირთვათ. ეს არაფრით არ დაიხვევა და რატომ? ესე რომ ვატრიალებ. მარიკოსთვის გავაკეთე იდეაში და ესე ძალიან გრძელებს ვერ მიირთმევს, ამიტომ ძალიან ხერხული საჭმელია, რომ დამტვრეულია და ვერ ახვევ. დედა. მე ვიცი. დიდების დახვევ. ეს ჭარხლის სალათი სხვათა შორის ნატურალში რო ვიყიდე, ეგ არის მომეწონა, ერთ-ერთი რაც არ მომეწონა სალათებში ის პანახიც იყო და ესეც არის ის, რომ გოგოებო სასტიკად უმარილო ყველაფერი, აი ვინც მათ მუშაობთ, აბსოლუტურად ყველაფრის გემო არის დაკარგული, იმიტომ რომ გემოებს ხსნის მარილი და თუ მარილი არ ექნება კერძს, აი ნაუცი. ისე გემრიელი, ანუ მარილი რო დავამატე მერე კი ბატონო, აქვს გემო, მაგრამ თავიდან რო გავსინჯე, კიდევ გადავყარე, მეთქი ეს რა არის. ოლალა. მიხარია, რომ ჩემი სოფლის ვლოგი მოგწონთ. და ზოგადად თქვენ სოფლის ვლოგები ძალიან მოგწონთ. დედა. ბატონო. მითხარი რომ პეპოს კატმენ ვაჭამე, ჯეკისაც ვაჭამე. ჩვენ მეცაც ვაჭამე და ერთად გვაქვს ვლოგი. აი ბალანი ჩვენი როხასაც ვაჭამე ბალახი. კიდე როხა მოწველებ. რაღა მოთხრები ხმაზე ამბობ ეს მიდედა. კიდე დავლიეთე და აი შემოვით გოგონა. კარგი გოგო ხარ. მარიკო ძალიან გაერთო. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ მარიკო უნდა ყოფილიყო სოფელში მაგ დღეს. მაგით უფრო წავედი, ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხაერი კიდე გამოიწოდა, ბობო ენახა, პაპა ენახა. დედა კაფს გამიკეთე. არ თუნდება. ვირას დაგაცდის ამ სახლში. შანსი არ არის. ეთი 7 ჯერ ვიღაცამ დაიძახა, 7 ჯერ ვიღაც შემოვიდა და მიყვარს რა ეს რომ დავახო კოვსთან ერთად, მაგრამ სხვათა შორის ეს პაკეტი ძალიან დიდი ხანია მაქვს. აი ძალიან დიდი ხანია.
იმიტომ რომ ძალიან მსხვილია, თვითონ ისედაც ძალიან მსხვილია და ეს რომ მე იხარშება ხო ხვდებით, მაგრამ ანუ დიდად არ მოწონთ ჩემს ოჯახში, ამიტომ მაინც და მაინც ხშირი სტუმარი ნახეთ რომ სისქია. რა თქმა უნდა, წვნიანებში ამას ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ არ არის პრაქტიკული, მაგრამ იმისთვის, რასაც ახლა მე ჩავდივარ, პრაქტიკულია. რომ არ დამტროულიყო უკეთესი. რა იყო დე? ძალიან გაერთო მარიამის სოფელში, ხო არ მომყვებოდა. წადე სამთხეში მოდიო. ამბე ეჩ დაუტოვე, მიჩ. კი ბატონო და მე საერთოდ როცა მივირთმევ დიდად არ მიყვარს ხოლმე სხვა რომ ისაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა ვლოგს ვიღებ თუ რას ვაკეთებ, მაგრამ ანუ არ მომწონს კვების დროს ვინმე რომ ტვის მიბურღავს 800 რაღაცას რომ ეკითხება. მაგრამ რას ვიზავთ? ჩემი გოგოს უფლება აქვს ტვინი გამიბურღოს თავიდან ბოლომდე. ძალიან მოუხდა სხვათა შორის ეს ჭარხლის სალთ. მე ზოგადად ანუ ჭარხლის მოყვარული ესი არ ვარ. რო გითხრათ რომ ვაიმე ჭარხალი ჩემი მოწოდება და დედა როგორ გიждდები ჭარხალზე, მოგატყუებ. დედა ვერ მომაჭრესო. მაგრამ ჩემთვის აი ჭარხლის სალათი გასართობი ამბავია რა. ისე წვიმდა სოფელში მიდოდი სანამ სოფელთან მივიდოდი სხვა სოფლებში ისე წვიმდა გული მისკდებოდა მეთქი რა ამ წვიმა წონწუხში და მოიტყვით და სოფელში თურმე ცოტა უწვიმია და გადაუყია. ანუ მაგ დღეს გადავრჩით, მაგრამ ციოდა რა და ჩვენი აივნის გეგმა რა თქმა უნდა არ შედგა ციოდა. ის კი არმა დედამთილმა კარმა ჩართო. ანუ ისე ციოდა. ისეც მაღალმთიანია და საღამოობით უფრო რთავთო აი ესე გრილებში რა. ძალიან მოხდა. დედა, კარგად დავალაგე. ჩემო სიცოცხლე და ჩემო მამაზო და დიდი კოსკოკო. მარიამა მომახარშინა, მაგრამ რა ვიცი, აი გრამნახევარი მიირთვა, ეგ იყო მაგის მირთმევა. დედა, ეს რათი დავდო? ამდენი ხანი ლაივში არ ყოფილვარ. ერთი კვირა თუ რამდენი არ მახსოვს. ვერ მოვიცალე. მით უფრო სოფელში ხალავში ვერ გამოვიდოდი. ეს კი არა. ერთი დღეს ჩავდები დავდე ვიდეო, რომ შემძლებოდა თქვენთვის სოფლის ვიდეო გამიზიარებინა. ჩამოვიდი აქ დავამონტაჟე, იმიტომ რომ ინტერნეტმა ვერა და ვერ გაქაჩა იქ და ამიტომ ეგრე მომიწია. მაგრამ არაფერი დაშავებული. საოცარი ამინდია. ძალიან კაი ამინდია. დღეს არის ჩემი ნინის დაბადების დღე. ჩემი ერთლის ანუ ძმის ცოლის. საოცარ დღეს ხარ დაბადებული მინდა გითხრა. და ვეუბნებოდი რომ მეთქი ხო ახლა გაფრინდა და დაარჩენილიყავი მე ვთხარი შენ დაბადების დღეზე ბარემ აქ გაგუტარებინა, მაგრამ რა თქმა უნდა ხან თავისებთან შულთან გვართან ურჩევნია რომ გაატაროს თავისი დაბადების დღე, ისაც არ ქონა ამდენი დრო რომ დარჩენილიყო, ხო და გილოცა ჩემო საყვარელო. აი ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ ეს ურთიერთობა რაც ჩვენ გვაქვს იყოს მთელი ცხოვრება, აი ესე მიყვებოდეს და არ იყოს
აი ეს ხაზები. იმიტომ რომ იმდენად დიდი ზღვარი მაქვს მე ჩემს ნინოსთან და დარწმუნებული ვარ მას ჩემთან რომ ზედმეტად არ შევიდეთ რაღაც იმაში ერთმანეთს გული არ ვატკინოთ და ვინ დგას ამ ყველაფერში შუაში ხო ჩემი ძმა და ეს ნიშნავს რომ ძმასემ ძალიან დიდ პატივს და ქმარსემ ძალიან დიდ პატივს რომ ძალიან მინდა რომ აი სულ ასე ვიყოთ და ძალიან მიყვარხარ და ზუსტად ვიცი რომ შენც გიყვარვარ ასე რომ გილოცავ დაბადების დღეს აი დედა გუშინ ვიყურე მცხეთაშია რაღაც ადგილი არ მახსოვს ანუ რა ერქვა და ეს მოკეთ ინფლუენსერი დადის ესე კაფეებში რესტორნებში თოშა ჩამივარ და რესტორნებში და სად ღირს დაგემოვნება სად არა აი ამის მიხედვით ეგეთი კონტენტი აქვს ზოგადად რა ხო და შეუკვეთა ქაბაბი, ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, ლუდი, წვენები და ეგეთი რაღაცები რა. ხო და მოვიდა გადასახდელი თითქმის 500 ლარი. შოკი. მართლა შოკი. რა არის ხალხო რა ფასები გაქვთ? ანუ გვაიწულებთ რომ ჩვენ თვითონ მივირთვათ სახით და საერთოდ ფეხი არ შემოვდგათ ეგეთ ადგილებში. სულ 2-3 ადამიანი იჯდა და 500 ლარი დატოვეს და ანუ მაგას ეუბნებოდა მოკლედ ეს გოგო არ მახსოვს რა ქვია ამ გოგოს რომ მართლა არ გირჩევთო ამ ადგილს, იმიტომ რომ იმდენად ძვირიაო, მით უფრო მცხეთაში ხალხო არ არის რა მცხეთა ისეთი ის რომ ხალხს უჭირს და ეხლა შენ ადგილობრივმა 500 აი არ ვიცი. ტურისტი კიდე შეიძლება. თუმცა არც ის არ გვეგონოს რომ ტურისტ აი ლეჯვაზე აქვს ფული რომ ეხლა შენ დაგახარჯოს ხინკალში 500 ლარი რა. რა ვიცი. ძალიან ძვირია ყველაფერი, აი მართლა უხერხულად ძვირია ყველაფერი და სანამ რამე შეუკვეთავთ, აი დააკვირდით ფასებს, დააკვირდით გადაითვალეთ მერე რამდენი გამოვდეთ, რომ თავზე ლაფიერ დაგესხათ გადახდის დროს ისეთი ძვირია. შეიძლება არც აღმოგაჩნდეთ რეალურად ის თანხა ჯიბეში, რაც უნდა დახარჯოთ. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ გადაიხადოთ ეგეთ ადგილას, თუნდაც აი დაბადების დღე და წახვიდეთ მაგალითად გევნებით 5 კაცი, 10 კაცი. უნდა ჩათვალოთ რომ მინიმუმ 1500 ლარი უნდა გეტოს ჯიბეში, იმიტომ რომ სადაც 2 და 3 დატოვა ამდენი, რა ვიცი. ვერ გეტყვით. სახი მოწესრიგებული მაქვს უბრალოდ თვალთან არ დავიტენიანე ხო და მეტყობა კიდეც მიპრიალებს სახე წასმული მაქვს ყველაფერი. ხო, იმაზე რომ მითხარით გოგოებო, ოდაბანი ხო საკმაოდ ძვირი ღირს, ფასეკლებით ღირს ჯერ 51 ლარი ძვირი და არა თუ ფასეკლების გარეშე და სხვა უფრო ნაკლები ღირსო კი მითხარით, მაგრამ არ ვიცი რატომღაც რატო არ ვიყიდე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ოდაბაზე ჩავიციკლე. რატო არ ვქენიე გამბავი, ოღონდ არ ვიცი, აი მეყიდა რა ის ტიპაქსი კი არა და მე რა ერთხელ არ მახსოვს. ხო და ის არის რა ქვია. შემდეგში აი ოდაბანი ვნახოთ რა ეფექტს მომცემს ასე ვთქვა და შემდეგში აუცილებლად მაგასაც დავტესტავ და მივხვდი მე ერთ რამეს რომ ძალიან დიდხანს ერთი და იგივე პროდუქტს ვერ იტანს კანი და უნდა ვცვალო. ანუ რა ვიცი. ზაფხულში ის რაც მაქვს ჯერ ისე თითქმის სავსეა გოგოებო. სამწუხაროდ ჩემი კანისთვის უკვე ვეღარ გამოდგა და მივხვდი რომ ზამთარში კარგად ვიყენებ. და ზაფხულში ვერაფრით. ანუ ზაფხულია ვარ არის.
კი საყვარელო, ეხლა რატომაცვია გაფიცებთ ამ სისქეს ვიტერი თუ ვიცოდე, იხუთება ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, არ ვიცი. ოღონდ მართლა ძალიან ცხელა. ხო და ესე გოგოებო ჯერ ოდაბანის იმას გეტყვით მოკლედ როგორ იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ. მერე რასაც მე ვიყენებდი ნამდვილად ზამთარში ჩემი კანის იდეალური, როდაცხა რაღაც ვეღარ. მაგრამ მადლობა მას რომ მთელი ზამთარი აი მაბედნიერებ და რაც შეეხება ოდაბანს, რა ვიცი, კარგად გრძნობ თავს უკვე მეორე დღეა და ანუ ვნახოთ. კი სიცოცხლე. კიდევ ერთი პრობლემა მაქვს გოგოებო, ძალიან ძლიერი ჭარბოფრიანობა მაქვს სახელზე. კარგიდე. აი ზღვარს იქით გადასული მაქვს ნამდვილად. და განსაკუთრებით ზონები არის აი ეს და არის აი ეს. ნუ აი ისეთი რომ ვერც ფაქტობრივად ზაფხულში ხო მე გოგოებო ტურსაცხსაც თითქმის ვეღარ ვიყენებდი ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ სულდებოდი და აზრი არ თქონდა. კი საყვარელო. ხო და ამიტომ რადგან ოდაბანის გამოყენება ამ ზონებზეც მე შემიძლია ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებ, ნუ ახლა ჯერ ისე არც ხელადო ესე წყალი წამომივიდეს სახიდან, მაგრამ მოდი უკვე დავიწყებ აი ამ ზონებზე განსაკუთრებით აი აქ უნდა დავიწყო ბაბის დისკზე უნდა დაასხათ და ისე დაიმუშაოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი გოგოებო არ შეიძლება თვალთან მოხდეს ეს პროდუქტი არც ერთ ვარიანტში, ამიტომ როცა თუნდაც აი ამ ზონისთვის იყენებთ, აი ესე შეასრულოთ რომ სახესთან არ იყოს ახლო და არც ერთი წვეთი არ უნდა მოხდეს თვალს. მოკლედ ძალიან ბევრ ვიდეოს უყურე და გირჩევთ რომ ძალიან ფრთხილად იყოთ, რომ არ დააზიანოთ თვალი. ესეთი ამბები. ხო და ვნახოთ აი როგორ იქნება ეს პერსპირექსი მართლა იდეალური იყო ზამთრისთვის და აი ნუ რავი რამდენი ვიყიდე მესამე ხო მესამე ვიყიდე და უკვე ვეღარ გამოვიყენი ანუ მესამე და ამ ოდაბანზე ამბობ რომ ძალიან დიდხანს ყოფნისო და ანუ ცოტა ვერ მივხვდი აი სულ რაღაც ამხელად თან სპრეი ხო იცით როგორ გამოდის ხოლმე რაღაცა ესე და აი ძალიან დიდხანს ეს სპრეი როგორ უნდა მეყოს არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ ანუ დაახლოებით მინიმუმ ერთი თვე აი აბსოლუტურად უნდა მეყოს და ერთი თვე არა, უფრო მეტიც უნდა მეყოს ყველა ვარიანტში. კი, დედი, ჩაგაცმევ, ჩემო სიცოცხლე, არ ინერვიო, ზეიმზე გექნება ჭიამაიას კაბა, დე? ჭიამაია ზეიმზე და ნერვიულობს თუ გოგ ჭიამაიას კაბა. ხო, მარიკოს უნდა ვყიდო კაბა დაბადების დღეს და ვაიმე უკვე დედა რაღაც ველოდები ხალხო უნდა დავჭდე და ჩამოვწერო სია, ჩამოვწერო რაღაცები, გადავრეკო, გადმოვრეკო და დავჯავშნო რას ველოდები, აი არ ვიცი. ცენტრი. გულმწყდება რომ ბებო და პაპა ვერ ჩამოვლენ იქიდან. ცენტრში ვერ მოაკითხავენ მარიკოს და ვერც სახში, ანუ ვერ ჩამოვლენ. გარკვეული მიზეზების გამო, რაც აბსოლუტურად საპატიოა. ხო და მარიკოს აჩუქეს ფული და უნდა ვყიდოთ კაბა. მამა ჩემმა აჩუქა ასევე ფული და უნდა ვყიდოთ ფეხსაცმელი. აი ესე გადავნაწილდით, მოკლედ ამ კუთხით. ბრალდე. იცი ვინ მაჩუქა? ბებო და პაპა. ხო, გია პაპამაც ხო გაჩუქადე? გია პაპამაც გაჩუქა საყვარელო და ერთით ერთს გიყიდით, მეორეთი მეორეს. კარგი, ბატონო. გია პაპა არ არის. კი, დედი. დედი, კვალე პაპამ ხო გაჩუქა საყვარელო და სანამ სოფელში წავიდოდი, და აი ფული მანდევს გია პაპამ ჩამოგიტანა და გაჩუქადე. ვაიმე. ხო და მოკლედ. ვაიმე ჩემო სიცოცხლე. ხო და მოკლედ ესეთი ამბები ვიყიდით. რატო არ ვისხავ თვალის წვეთს, არ ვიცი, ეს თვალი მისასვლელი ვარ მოკლედ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 10,000%-ით რომ სათვალეს დამინიშნავენ და რაღაცა მინუსი სადღაც არის. ან რა ვიცი, რაღაც მოკლედ ყველა ვარიანტში დამენიშნება, იმიტომ რომ მე ხო გრძნობ რომ ცოტა ისე მაქვს მხედველობა ხანდახან მებურება თვალი და რაღაცები. ხო და რავი მინდა ერთი დღე და ეს ერთი დღე ვერ დადგა მოკლედ. რა დედა? აი ეს. ხო საყვარელო. და ვერ დადგა ეს ერთი დღე. და ხოჭე თვალები?
გახლი. ვაუ, რა მაგარია. ძალიან მაგარია, დედიკო. წაიღე საყვარელო, მოდი. აბა აჩვენე. დედიკო, მიდი მოემზადე, მივდივართ და. ხო და მოკედ ესეთი ამბებია გოგოებო, ძალიან კარგი პერიოდი მაქვს, მოდი ასე ვთქვათ. რაღაცნაირი შინაგანი სიმშვიდე მაქვს ძალიან და რაც ყველაზე მეტად მომწონს და ზოგადად საკუთარ თავში ვიპოვე რაღაცნაირი სიმშვიდის ხერხები რა, ესე რომ ვთქვათ. ძალიან დიდი დრო დამჭირდა რაღაცები დასალაგებლად საკუთარ თავში და მადლობა ღმერთს, რომ ეს უკვე დიდი ხანია შევძელი, მაგრამ ანუ ზოგადად გეუბნებით რა. აი ეს მომენტი მაქვს, რომ აი ყველაფერი რაღაცნაირად შემიძლია, რომ აი რაღაცა ისეთი რო ხდება, აი ესე შემოვაბრუნო და ცოტა დადებითი კუთხით შევხედო, ცოტა ანუ ეს ძალიან მომწონს ეგ ამბავი და სხვათა შორის ერთი ფაქტი მინდა გითხრათ ჩემს შესახებ, რომელიც არ იცი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ირგვლივ 99%-მა არ იცის. რაღაცა პერიოდი იყო, აი არ ვიცი, საიდან ეს ემოცია, ან რატო, რამ გამოიწვია, ალბათ რაღაცა ჩემი პატარ-პატარა დეპრესიები იყო, ძალიან ბევრი წელს უკან გეუბნებით ხალხო, აი და არ ვიცი მოკლედ რა დამემართა იმ პერიოდში და რატომ ვიყავი ასე ამ ყველაფერთან, მაგრამ მახსოვს ვთქვი, რომ მეთქი მე მონაზონოზნა წავიდე მეთქი და მე მახსოვს ჩემი ოჯახის შოკი. ანუ დედა ჩემი შოკი მახსოვს ძალიან კარგად. ალემაც გაჩუქა და გიამაც და და მე რომ ვიხსენებდი ხოლმე ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებოდა ვაცნობიერებდი მას, რომ რაღაცა სისუსტის პერიოდი მქონდა, რაღაცა მონაკვეთი, აი ძალიან ბევრი წლის უკან გეუბნებით და რაღაცა ცოტა ჩავიკეტე, რაღაცა რა ვიცი და რატომღაც მეგონა, რომ აი უნდა წავიდე მონაზონა და იქ უნდა ყოფილიყავი რაღაცა აი ეს მდგომარეობა უნდა მქონოდა, ხო ხვდებით, აი შეკედლების თუ რაღაცა ეგ და რა თქმა უნდა, ახლა ასე რო არ ხდება, აბა მე წავედი მონაზონა დეპრესია მაქვს, ხო ყველა ვიცით, ხო? მაგრამ აი ეს რაღაცა გაელვება ჩემს თავში მქონდა და დამიწერეთ თქვენც თუ გქონიათ აი მსგავსი შემთხვევა, რა თქმა უნდა, მე გაგრძელდა, გავიდა დრო, გავიდა დღეები, თვეები, კვირები, წლები და ნუ არანაირი მასში არ ვიყავი გადაკვეთაში და მე საერო ცხოვრება მიყვარს და მომწონს, მაგრამ აი ეგ არ ვიცი რატომ მქონდა ის რაღაცა პატარა მონაკვეთი. არ ვიცი, ალბათ რაღაცა წინა მქონდა ვინმეზე. აი არ მახსოვს რა ესე ძალიან ისე, მაგრამ მახსოვს რომ რაღაცა სისუსტე მქონდა, თითქოს რაღაცა თავში საფარი მჭირდებოდა. თუ რაღაც აი არ ვიცი რა, რაღაცა ეგეთი პერიოდი იყო და გავიდა დრო მე რაღაცები დალაგდა და აი რაღაცა ექიდან უნდა იყო ეგ, რომ ეგ ნაბიჯი გადადგა ძალიან დიდი სიძლიერე და ძალიან დიდი რაღაც უნდა გქონდეს, რომ წახვიდე მართლა სასულიერო ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია. კი, დედიკო, ურთულესი გადაწყვეტილებაა და ანუ რა ვიცი, უსაზღრო პატივისცემა ყველას ჩემგან. ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის დატოვება და აბსოლუტურად სხვა ახალი ცხოვრების დაწყება, აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებული და ამაღელვებელი, საერთოდ რომ არანაირი გადაკვეთა არ აქვს ამ ყველაფერთან, საერო ცხოვრებას, სასულიერო ცხოვრებასთან და აი ამით უნდა დაიბადო ალბათ, რა ვიცი. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ აი უცებ რაღაც მომხდარა და გადაუწყვეტეთ, რა თქმა უნდა. და დიდასაკში დაუწყეთ მოკლედ ამაზე ფიქრი. ბუნებრივია ეგეთი რაღაცებიც ძალიან ხშირია და მაგრამ აი რა წამსაც ალბათ რაღაც დამილაგდა. რასაკეთებ? არ ჩაკბიჩოებ. იმ წამიდან, ნუ რა თქმა უნდა, გადმოვერთე ისევ და მაგრამ ეს ფაქტი დარწმუნებული ვარ ჩემს არც იმიტომ რომ არასდროს არ მithქობთ თქვენთან. გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა რომ მიყურეთ.
ჭამეთ ცვით, ცოტა ვიჭორავეთ, ხო და მოვემზადოთ ხვალ, გახლავთ სამშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ არის სამუშაო დღე და მთელი დატვირთვით, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ვიმუშავოთ. გემშვიდობები და კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დამოუკიდებლობის დღეს. ბაი. რა თქმა უნდა, აქვე დაგიტოვებთ იმ კადრებს, რომელიც სოფელში გადავიღეთ. ერთი წუთი დედა. მაცადე. დაგიტოვებთ იმ კადრებს, რომელიც სოფელში გადავიღეთ, ფოტოები, რამდენიმე ფოტოს გაგიზიარებთ აუცილებლად. ასევე ცეკვაც გადავიღე, ჩემებური ჩემთვის რო ვიხალისე და დამოუკიდებლობის დღე მითოდავით მომელოცა თქვენთვის. თუმცა YouTube-მა დამიბლოკა და მითხრა რომ ავტორიზაცია გავლილი არ აქვს ამ სიმღერას, ამიტომ არ ვიცი, შესაძლოა გავუთიშო ხმა და სხვა მუსიკა დავადო ჩვეულებრივი აჭარულის. აი არ ვიცი, ჯერ მაგისთვის ვერ იმას ვქენი, მაგრამ თქვენთვის ეს გადავიღე, თუმცა მიდევს Facebook-ზეც, TikTok-ზეც, მაგრამ აქ არ მიდევს. იმიტომ რომ განა არ მინდოდა, მაგრამ არ დამატები და YouTube-ა გამიწითლა ეგრევე, წაჟალე საცრაფოდო და მეთქი, ოკეი და ეგრევე გავანადგურე მოკლედ ეკადრი და ძალიან დამწყდა გული. და ძალიან დიდი სიხარულით ვიღებდი და ხო არა უშავს ხდება ხოლმე რომ ესე არ გიდასტურებს ჩვენ ვიცით და ზედმეტი რაღაცა ტელევიზორში თუნდაც ხმაროა რაღაცა ეგრევში გეუბნება რომ რაღაცა მოსაჭრელია ის არის ხო ვიცით რაღაცა YouTube-ს თავისი ძალიან რთული ასევე წესები აქვს და არა მხოლოდ ძალიან ბევრ ამის მიმართ აქვს ძალიან ისეთი სენსიტიური დამოკიდებულებები აქვს ყველა კადრთან. იმაზე რო არაფერი თქვა რომ ავტომატურად იშავს კომენტარებს რაღაცეებზე და ვერ გაიგებ ხანდახან ისეთ ვიდეოზე მითიშავს კომენტარს რომ მეთქი რატო გამითიშა აი ვერ ვხვდები და მე შევდივარ და თავიდან ვრთავ ხოლმე ამ იმას მაგრამ ხო რა ვიცი თავისი წესები აქვს რაღაცეები აქვს შე რო ვერ გაიგებ რატო იმას აბსოლუტურად ესმის რატო ხო და ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა გასაგები ავტორიზაცია გავლილი რო არ აქვს ხელები ამიწევია ხო და ამიტომ დავადოთ სხვა და თუ იმაზეც გამიწითლა მაშინ რა ვქნათ სხვა გზა არ არის სხვა გზა არ აქვს გუში ზუსტად ასეთი დიდი ქონა მკობას მოტანი და ძალიან მომეწონა. მე ზოგადად არ მიყვარს სიმართლე გითხრათ ამ დაგვარი წვენები, მაგრამ ეს ტროპიკია. 50 კალორია აქვს ამას. არ ვიცი რატო გადავირიე გუშინ და დავლიეთ. ვერ გეტყვით, რაღაც ეთყობაც ცოტა ოდნა მომჟაო გემომესიამონა, თუმცა არა ვარ მოყვარული. ჩემთვის აი ერთ-ერთი სითხე რასაც ვერ გავცვლი ვერაფერში და ვერასდროს და ვერაფერი ესე ვერ მომეწონება, ვერც ერთი ნატურალური, ვერც ერთი აი ეს რაღაცა ხლამი, ვერაფერი, ეს არის წყალი, ანუ წყალს ვერ მიცვლის, ვერც ერთი სითხე არის ადამიანების კატეგორიად კოკა-კოლების დამოკიდებული და ვერანაირად ვერ, ანუ ყველაზე მეტად ესე იგი ვგიჟდები მე წყალზე. მართალია წაღან დაგემშვიდობით, მაგრამ ხო, ეს ყველაფერი მინდოდა მეთქვა და თავიდან ჩავწერე. კარგად. ახლა ერთი 27 წუთი დახევარი აქვს და გავარდო ფიქრობ. თქვენ ხო იცით, მე ყავართან მიყვარს ფიქრი. ახლა მეზუბელმა დავიძახა, რომ ეს არის. დოდიო ხა მე თქვენ მოგეხსენებათ, რომ უბნის თვალი ვარ და უბნის ნარიადული ქალი ვარ და დგავარ და ქალი ვარ. ხო და ის არის. მისი ქორწილიაო, ჩემი მამიდაშვილის, შვილიშვილის, მამიდაშვილის, ვიღაცა გარდაცვლილი ნათესავის ძმისშვილი. არ ვიცი ვისია, მაგრამ რო იცოდეთ ეგრეა. სერავნოა, მაგრამ რო იცოდეთ. ხო და ახლაო, ჩემი უბნიდანაო და ჩემი ოჯახიდაო, შენზე ტრენდიული ვინ უნდა წავიყვანო და აბა დავესიე და მივაყარე თვალის გუგები და რას ტრენდიული იყო ვიყიდე და ჩავისმალე. ხალხო, ახლა არ ვიცი, ჭკუი და გადასვლას მიკლია, 7 წუთი, მეტი არა. შეიძლება მეტი არ ვიცი, მაგრამ ისე რომ თქვა 7. გეიდაცვალა დუდღუდა. ეკლესიაში ხო ხუჭირ და კარგი გონება. და
ბაბაო მომაბრუნა. იმდენჯერ გაწყვიტა ბაბაო პროპონოს არ ვიცი. დაიწერე ჯვარი, არ დაიწერე შეფის შერავდო, მაგრამ არ ვიცი. ახლა არცა ბიჭს ვწდობდი, არცა გოგოსა, მაგრამ ვინ იყო ბიჭი, ვინ იყო გოგო ვერ გავიგე. პატარცანი ყოველას მე ვეკონა. ისე რომ თქვა, გავარდა ნარიადი მაგ. მეუთხარი რომელია სიძე. სიძე. ვისი მხრიდან ვიყავი არ ვიცოდი, მაგრამ რა ვიცი, ახლა ვეძებდი კაცს. ხალხო ერთი გავაგებინეთ. ეს 7 ჯუხით კაცები რატო დაძდევთ პატარა გოგოებს? არ ვიცი. გამკვირვებია თქვენი. მიუთხარი ახლა გადავუშურჩულე იმას. მეზობელს. ჩემსაც კიდე რეტრენიული ქალი ყავს, ახლა ჩემს მერე, მაგრამ ეგეცა. ქალი მიუთხარი. ისა გოდი საიქიო დაეყვირის თანახმოვარ სული მოვიყვარო, მეუთხარი. იყო რა ჯოხით. რაღაცაო თანა თიაქარი ქონია, თანა ვერ ქონია, რაღაცა გულის პრობლემები ქონია. თანა არ ვიცი. ფაქტობრივად იმით იყო რა ქვია, საავადმყოფოს კალიასკის მოყვანილი. საერთოდ ქალ. მეუთხარი. ეს დღეს უკანი. თურმე ქალ ფული. და ესია ეს უნახავი გოგო ვიღაცა. კაცები იქ ამბობდნენ რომ აბაო ისეთი რძალი მოიყვანეს რომ არ ვიციო. მზეს უნდა შეჩადი მიამოვალო. ხალხო. გოგოს არ შეხედე რომ მომასულიერეს. მზე თუ ჩავიდა დაუპულებიდა ცხოვრებაში არასოდეს არ ამოვა. ისეთი გოგო იყო რა ვიცი სადანახა, მაგრამ ვითობა რა ვიცი. ხმასადებს პარალ ჩემი საქმე. ხო და მე რა ამას და დაუტოვოს მილიონები ახლა ცოტა დაიპუხმე. არაკანა მე ვიდო და ხა ვიღაცის მილიონები, მაგრამ გინაცვალა დეიდა მეუთხარი. ამ გოგოსა მივეჭერი იქა, ვერ მოვიწმიდე, კიდევ უნდა გადავედი. მეუთხარი გაფიცე ბაბიტაშვილებს. ორ დღეში, დღე ნახევარი იცოცხლო საბადო დღე მეტი, მიშაცხალი ამას არა აქვს. რა ვიცი, არა ჩანს მეუთხარი. მერე რა ხდება? უნდა დაკვრალდე შეყო, კარგი ლოგიკურად ეგრეა მეუთხარი. რაში გჭირდება მეუთხარი ეს 7 დღის ყდარი, რა გიდა. ახალგაზრდა გოგო ხარ, მიყვარს. ერასა მოგაგლეჭა მეუთხარი. ჩაგივარდები ხახაში და მე ნახო როგორ ახერტია მეუთხარი. რა ყავს ქალ? ავერ დავით ახლა ეკლესიიდან წამომეყვანა. ფულზე გაგიჟებული, ფულზე. ხალხო, მოიყვანე თქვენი ტოლი და სწორი. იმას ახლა შედახლებოდა პატარა გოგოს ტაცა ხელი და ის არის. მოარბენინა. ამასაც რა ედახლებოდა ფული უნდა. არ ვიცი ფერიფერსა. მე წამოდიო რესტორანში, რამდენ ქალ მეუთხარი ახლა. მოარბიდო და მეძიგძიგა, მაგრამ მეთქი ახლა ქალო იქ რომ მივალ იმაში აქვია. დარბაში თუ სადღაც კონტათ არ ვიცი, მეთქი ახლა პატარცაში არავერიო ახლა საჩემი ნარიადობა და სადიბიში ყველაზე ჯვარი წელია. ხო და მეთქი უხერხუში გოგო არ ჩავაგდო. ჭუიდან აღარ გადასული. არ ვიცი. შეერა მეუთხარი ხო ამ 5 დღის ყუტარსა. კიდე დაიწყლა. ვისთან ახლა რომ ქალბატონო შეისაქმერა მეუთხარი ვისთან ვარ. მივდივარ უკვე დასვიდანია. არ ვიცი ხო ამ ფულზე გაგიჟებული გოგოები არ ვიცი რა მინდა რომ დაცო ხელი ხო დავკვიტო და გადავაგდო. არ ვიცი ახლა ფულზე შიშიდაჭის უარს ვიდიტყოდა, მაგრამ რა ვიცი თუ მიაღწია სახლამდე რომ მე ჩაურიცხოს ცოლს არ ვიცი ვერ გეტყვი. ჟიბე მოკუდა გეტეც. ახლა მე ჩემი გავჭირებია რაღაცა რომ დაებართოს ქალო. ახლა მე ფული მან დასადები. არ ვიცი რა ამდენ პრობლემა გიტყვი და აღჭრა. ახლა ისე რომ თქვა რა მენაღვლება, მაგრამ ჟერო თქვენ რა ვერ მენაღვლება. ხო ფული უნდა დავდო. ხო არ ვიცი ახლა წავედი მე და ის არის. გადასარეკი მაქვს. რო ის არის ამბები მოყვე ქორწილის. ქვას არ დავდო ისე დღეში ჩავაგდე ბაკათ, მაგრამ რა ვიცი, სადაც ეს ხარ გავგიშდე.